ძველი საიდუმლო. სასამართლოს თარიღი რომ დაინიშნება შეგატყობინებთ. კარგი წარმატებებს გესურვებთ. მადლობთ. დეიდა აიში სად არის? სამუშაო დაასრულა და წავიდა. ხელფასი ხომ გადაუხადე? რა თქმა უნდა, ომერ. მართალია სამუშაო ნახევრად შეასრულა, მაგრამ მაინც გადავუხადე. გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ამ თოჯინას ბატარეა აქვს. თუ ზურგზე ღილაკს დააჭერთ, ილაპარაკებს. ძალიან ლამაზია. ვისთვის ყიდულობთ? შვილიშვილისთვის. ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ. რა ღირს? 65 ლირა. უფრო იაფი არაფერია. რა ფასში ეძებთ? ორმოცდაათი ლირა მაქვს. კარგი, მაშინ ეს აიღეთ. არა, მხოლოდ 50 ლირა მაქვს. კარგი, ღვთისყალობით 50 ლირა საკმარისია. მეც მყავს შვილიშვილები. თქვენი მესმის. ღმერთმა დაგლოცოთ. იმედია თქვენც და თქვენი შვილიშვილებიც ისე გაიხარებთ, როგორც ჩემი შვილიშვილი გაიხარებს. ამინ. წამობრძანდით. ბოდის გეხდით, პარკში არ ეტევა. ასე რომ წაიღოთ? კარგი, რა პრობლემაა? წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. თოჯინა ვიყიდე. პროდუქტებიც უნდა ვიყიდო. რა ვქნა? დედა, ნერიმანი მართალია. სეჰერს ჩეთინს და ესმას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩინარი კარგი ადამიანი არ არის. სხვაგვარად იმ ქალს ვერ ჩამოვიშორებთ. რა ჩაიფიქრე რძალო? იმისთვის, რომ ჩინარმა ფარხმალი დაყაროს, შვილების კეთილგანწყობა უნდა დაკარგოს. ამისთვის ერთი გზა არსებობს. წელი დღეა სახლის საქმეებს მარტო აკეთებ. ის ქალი კი ალბათ ქუჩა-ქუჩა დახეტიალობს. დედა, ქალი სასეირნო დარწასულა. სამსახურში წავიდა. ცდილობს დაგვეხმაროს. ვინ იცის, რას ცდილობს? ვიცით ფულს რა გზებით შოულობს. მე მოვედი. რა ხდება? შვილო, სამსახურში არ აგიყვანა? არა, ამიყვანა. მაგრამ ბიძია თორგოთმა მითხრა დღეს დაისვენეო. მუშაობას ხვალიდან ვიწყებ. სხვათა შორის ჩვენზეც იფიქრა და ავანსი მომცა. მადლობა ღმერთს. ყოჩახ ბატონ თურგუთს. დაუფასდება. გილოცავ. მადლობ ძვირფასო. იცი რა ვიფიქრე? მოდი საღამოს სადმე ლამაზ ადგილას ვივახშმოთ. რა სიტყვი? რა საჭიროა? ფულს ნუ დავხარჯავთ. რას ამბობ ძვირფასო? რამდენი ხანია ჩემზე ზრუნავ? უფლება მომეცი ერთხელ მეც მოგემსახურო. რა მოხდა 1000 ერთხელ ჩვენს დავტკვეთ ცხოვრებით. რა კარგი იქნებოდა. ქაბაბი ისე მომენატრა. ჩემო დედიკო. ახლა როგორ მოვიქცე? თოჯინა არ უნდა მეყიდა. სახლში პროდუქტებს თუ არ მივიტან, ისევ ალაპარაკდებიან. შვილებისთვის ყველაფერს უნდა გავუძლო. უნდა ვიმუშაო. შვილო,
სავახშმოდ მარტო ოჯახი ვერ წავალთ. ქალბატონი ასიეც უნდა დავპატიჟოთ. ბოლოს და ბოლოს მისი დამსახურებაა მუშაობა რომ დაიწყე. ერთ დღეს შეიძლება ისევ დაგჭირდეს მისი დახმარება, ამიტომ ახლა ურთიერთობა უნდა გქონდეს. კარგი აზრია დედა, მაგრამ თელ ოჯახს ომერ დავპატიჟებ. ღმერთმა ამრავლოთ. თელი საგვარეულოა. ავანს ერთ ვახშამზე ვერ დავხარჯავ. შეიძლება ეს პული არც იყოს საკმარისი. სეჰერმა არ დამინახოს თორემ მისაყვედურებს. ჩვენ რით ვართ იმათზე ნაკლები. საუცხოოდ ვუმასპინძლოთ, რომ მათ თვალში ჩვენი რეპუტაცია გაიზარდოს. ღმერთო ჩემო, ქალბატონო ნერიმან თორმე ფული გქონია და ჩვენ გვიმალავდი. რა გაიძვერა ხარ? რა ვქნა? შავი დღისთვის გადავინახე. კარგი. მადლობ. ღმერთო, გთხოვ მაპატიე. სხვა არჩევანი არ მაქვს. ეს უნდა გავაკეთო, რომ საარსებო წყარო მქონდეს. რა ხდება? ვაკანსიის თაობაზე ხომ არ მოხვედით? წარსულში ნასამართლები ვარ. მინდა რომ ვიმუშაო, თუ მიმიღებთ. კარგი. სამსახურში აგიყვან, მაგრამ ნახევარ ხელფასზე მუშაობ. თუ მისაღებია. კარგი. რა გაეწყობა? სამზარეულოში წამოდი. ახალი კერძებია მოსამზადებელი. ალო, ქალბატონო. ამ ქალმა ტავერნაში დაიწყო მუშაობა. რას მიბრძანებთ? დარწმუნებული ხარ? შენი თვალით ნახე? დარწმუნებული ვარ. ვაკანსია დაინახა გამოკრული და შიგნით შევიდა. ჯერ არ გამოსულა. ესე იგი ტავერნაში დაიწყო მუშაობა. კარგი. თუ რამე მოხდა სასწრაფოდ შემატყობინე. როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო? დედა, ჩინარმა ტავერნაში დაიწყო მუშაობა. ზუსტად ის ადგილია, რომელსაც იმსახურებდა. დაუჯერებელია. სულ გაგიჟდა ეს ქალი. ტავერნაში რა ესაქმება? კარგად მოიქცა. ასე უფრო მარტივად მოვიშორებთ თავიდან. ჯანან, კარი გააღე. დედა, ახლა რას ვაპირებთ? სასიამოვნო დღეს გისურვებთ. კეთილი იყოს შენი მოსვლა, შვილო. მადლობთ. როგორ ხართ, ქალბატონო ასია? იმედია კარგად. კარგად ვარ. მადლობა ღმერთს. ღმერთმა დაგლოცოთ. ბიცოლა, თქვენ როგორ ხართ? კარგად გმადლობ. მოდი, დაჯექი. რა ხდება ერჯუმენთ? ყვილად არ მოხვიდოდი. მართალია, მადლობის გადასახდელად მოვედი. თქვენი წყალობით საარსებო წყარო გამომიჩნდა. წარმატებებს გისურვებ, შვილო. მადლობთ. მაგრამ მხოლოდ მადლობას ვერ დავჯერდები. მინდა რომ ვახშამზე დაგპატიჟოთ. თუ რა თქმა უნდა მოიცლით. არ არის საჭირო, შვილო. დედა უარს რატომ ამბობ? ერთად ვივახშმებთ. დიდი ხანია ოჯახური საღამო არ გქონია. ეს ჩვენთვის ცვლილება იქნება. კარგი, ესე იგი შევთანხმდით. შევთანხმდით, მაგრამ რესტორანს მე დავჯავშნი. კარგი? ხომ იცი თურქეთს ყველაფერი არ მოსწონს. კარგი ბიცოლა, როგორც გინდა. რა მძაფრი სუნი აქვს. ვერ ხვდები ამას როგორ სვამენ. ღმერთო, გამოსწორების გზაზე დააყენე ეს ხალხი. ამაზე ნუდარდობ ჩინარ. შენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უნდა იშრომო. მაპატიე ღმერთო. უნდა ვიმუშაო. სახლში ხელცარიელი ვერ წავალ. ჩემს ქალიშვილს ვერ შევარცხენ.
ვახშამზე რატომ დათანხმდիր ძალო? დედა, ძალიან კარგი იდეა მომივიდა. დარწმუნებული ვარ შენც მოგეწონება. მისმინე დედა? ჩინარი არავის გაუმხელს რომ ტავერნაში მუშაობს. სეჰერს გონია რომ დედამისი საკონდიტროში მუშაობს. ხომასია? პირდაპირ მითხარი, ამით რისი თქმა გინდა? კარგი დედა. ხომ ვთქვით ბავშვებს ჩინარის რეალური სახე უნდა ვაჩვენოთო? ამიტომაც ამ საღამოს ყველა ერთად ვივახშმებთ. საკუთარი თვალით ნახონ, რას წარმოადგენს დეი და აიშე. სისულელეს ნუ ამბობ ბრძალო. შვილიშვილები ტავერნაში წავიყვანო? ეს არ მიგულისხმია დედა. ტავერნაში რა გვესაქმება? იქვე ახლოს რესტორანს დავჯავშნი. ისე მოვაწყობ რომ იქიდან ჩინარს თავისუფლად დავინახავთ. ეს საქმე მე მომანდე. არი ნერვიულა. აი ნახავ დედა. რა დღეში აღმოჩნდება ჩინარი. შვილები ახლოს არ გაიკარებენ. თუ სინდისი აქვს აქედან წავადა, თავს აღარ შეერცხავს. გაიქცევა. ქალბატონო აიშე, ერთი მიმტანი გამეთავისუფლა, ავად არის. ბიჭები ყველაფერს ვერ აუდიან. შეგიძლიათ გახვიდეთ და დაეხმაროთ. ხომ მითხარით მხოლოდ ჭურჭლის რეცხვა გევალებაო. კლიენტებს ვერ მოვამსახურები. ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. თუ ასეა ახლავე დატოვე აქაურობა. იმ მდგომარეობაში არ ვარ რომ ვინმეს პრეტენზიებს უსმინო. რა სიზამ დროზე მითხარი? წახვალ თუ დარჩები? კარგი, ვიმუშავებ. მიდი იჩქარე. მინჯერ. სათხარ დედა, ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ? მერთო გაგიჟდები. უკვე რომელი საათია და ჯერ არ გამოჩენილა. სეჰერ, ვისა ლაპარაკები? ისევ აიშეს ურეკავ? არ მპასუხობს. ნამდვილად რაღაც მოხდა. საკონდიტრო ამ დრომდე არ იმუშავებდა. აქამდე უნდა მოსულიყო. საკონდიტროში ვმუშაობო გითხრა, მაგრამ ვინ იცის სინამდვილეში სად მუშაობს. თუ მზად ხარ, წავიდეთ. ბიცოლამ დამირეკა და მითხრა უკვე გზაში ვართო. ნუ ალოდინებთ. მე მზად ვარ შვილო. წავიდეთ. სად მიდიხარ ლამაზო? მოდი დაჯექი ერთად დავლიოთ. გამიშვი, თორემ ხელს მოგამტრავ. მოდი აქ დაჯექი, მარტო არ დამტოვა. გამიშვი. ფასავი დაანებეთ. გამიშვი, ვინ ხარ რომ ჭკუას მასავლი? არ შეგიძლიათ მშვიდად დალიოთ და სხვები არ შეაწუხოთ. ემო? გამიშვით. ხელი გამიშვით. შენ არ გეწყინოს დაო, ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. სამზარეულოში წადი და იმუშავე. ამ ადგილს დიდხანს ეძებდი ზუჰალ. თურგუთ, ძვირფასო, კარგი რესტორანია, ძალიან აქებენ. ახშმის იდეა აზრადვის მოუვიდა. ჩვენ მასიძემ მუშაობა დაიწყო და ეს უნდა აღვნიშნოთ. თითქოს დიდი თანამდებობა დაეკავებინოს. უბრალოდ მძღოლი იქნება. ეს რესტორანია. დედა. ჩინარი იქ მუშაობს. წამოდით ბავშვებო, შიგნით შევიდეთ. ღმერთო ჩემო, ეს რა ადგილია? ამდენი უნამუსო ადამიანი ერთად როგორ შეიყარა?
ღმერთო დამეხმარე. დედა, გისმენ შვილო. ტელეფონს რატომ არ პასუხობ? ნერვიულობ. შვილო, ხვალისთვის ბევრი შეკვეთა მქონდა და მინდოდა დამესრულებინა. გვიან მოვალ. ნუ დამელოდები. მუსიკის ხმა ისმის. ხმა გარედან შემოდის შვილო. სეჰერ, ბევრი საქმე მაქვს. ნუ დავიმუშაო. ნუ დამელოდები, რომ მოვრჩები დაგირეკა. მაპატიე ღმერთო. სიმართლე რომ მე თქვა გაბრაზდებოდა. ასეთ ადგილას მუშაობის უფლებას არ მომცემდა. თურგუთ ფოირაზის სახელზე მაგიდა გვაქვს დაჯავშნილი. თქვენი მაგიდა ეს არის ბატონო. ეს არ მომწონს. ფანჯარასთან ადგილი არ გაქვთ? ზუჰალ ძვირფასო არა უშავს. აქ დავსხდეთ. საყვარელო. აქ ვერ დავეტევით. დიდ მაგიდასთან დავსხდეთ. შეიძლება აქ დავსხდეთ. ეს მაგიდა დაჯავშნილია, მაგრამ თუ გნებავთ დავბრძანდით. დავსხდეთ დედა. ბავშვებო, მოდით. დედა, ახლა მშვიდად ვივახშმებთ და ჩინარის გამოჩენას დაველოდებით. ჩემი და სად არის? დეიდა! დეიდა სიხარულო, საღამო მშვიდობისა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობთ. იჩქარე ზუჰალ, ჯერ კიდევ არ დაგიმთავრებია. სვამ საყვარელო. ვერ ხვდები ასე რატომ მაჩქარებ. ცხელია, პირს ხომ არ დავიწვამ. ვერ ხედავ რომ ბავშვს ეძინება. ჩვენი წასვლის დროა. ძვირფასო 1000-ში ერთხელ ვიკრიბებით. ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ. მიმდანო, ანგარიში თუ შეიძლება. ბიზია რას აკეთებ? აქ მე დაგპატიჟეთ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გადაიხდის, მე თუ შენ? რას ამობიზია? მე გადავიხდი. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო შვილო. ღმერთმა შეგარგოთ. ჩემთან მოიტანეთ. არა, გთხოვთ. ძალო. სად დაიკარგა ის ქალი? ოჩახ, საქმეს თავი კარგად გაართვე. გმადლობთ. ესეც შენი გასამჯელო. ხვალ საღამოს აქ იყავი. ადრე მოსვლა საჭირო არ არის. კარგი. ადექი შვილო, მივდივართ. საპირფარეშეში გავალ. ახლა მაგის დროა ზუჰალ, ისედაც სახლში მივდივართ. თურგუთ, სახლამდე ვერ მოვითმენ. ახლა ვემოვალ.
გავიდეთ. ზოჰალიც მალე მოვა. მოგესწრავად. თოჯინა დამრჩა. სათხარ ზოჰალ. წავალ ნახავ. იჩქარე ზოჰალ. ყველა გარეთ გელოდება. მოვდი ვარ საყვარელო. წამოდი სწრაფად, ნუ აღარ ჩერდები. დედაც გამოვიდა. რაღაც ველოდებით, წავიდეთ. წავიდეთ. დედა აიშე. დედა აიშემ თოჯინა მიყიდა. ეს თოჯინა ჩემია? შენია. ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა. დეიდა აიშე ამ ტავერნაში რას აკეთებდა? თქვენი აზრით, გულის გადასაყოლებლად მოვიდოდა? სისულელეს ნუაუთ ქალბატონო ნერიმან. ალბათ აქ მუშაობს. დურო აქ მოდი. დედა, ნახე დეიდა აიშემ თოჯინა მიყიდა. კარგი შვილო, ბებიასთან წადი. დედა, აქ რას აკეთებ? სხვა გზა არ მქონდა შვილო. სამსახური ვერ ვიშოვე. ხომ მითხარი საკონდიტროში ვმუშაობ? მუშაობდი. მაგრამ გამათავისუფლეს, გაიგეს რომ წარსულში ნასამართლები ვარ. ესე იგი მომატყუე. სეჰერ. მაპატია შვილო. ვიცი რომ შეცდომა დავუშვი. შეგარცხვინე. შერცხვენა რა შუაშია დედა. ძალიან წუხვა რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ნეტავ გეთქვა. ხომ ხედავ ახლა ყველამ გაიგო ამის შესახებ. ისედაც შენ წინააღმდეგ არიან. ერჯუმენტი იფიქრებს რომ ხომ ხედავთ? გითხარით რომ ეს ქალი კარგს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ არ დამიჯერეთ. წავალ ნახავ. მეც წამოვალ. ჩეთინ. ესმა. სახლში მივდივართ. დებია მანქანაში ჩასხედით. ახლა მოვალთ. კუდრე, შენ სად მიდიხარ? დედა მოიცადე, ახლა ვიდაუბრუნდები. სხვა სამსახური ვერ ვიშოვე შვილო. სხვა გზა არ მქონდა. არი ნერვიულა დედა. ყველაფერს მოვაგვარებთ. დამშვიდდი. საჭირო არ არის აქ მუშაობა. დეიდა აიშე. აქ რას აკეთებ? დეიდა ჰადია სასადილო დაიხურა. ახლა სარესტორნო მომსახურებაზე მუშაობენ. წვეულებისთვის საჭმელს ამზადებენ. დაბადების დღეზე ვნახე. ვიცი. გასაგებია, მაგრამ ტავერნაში რას აკეთებდა? განსაკუთრებული წვეულება იყო. შეკვეთები დეიდა აიშემ მოიტანა. უბრალოდ ასე დაემთხვა. დეიდა აიშე. ცუდად არ გამიგო, მაგრამ თუ სამსახურს ეძებ, ასეთ ადგილას მუშაობა საჭირო არ არის. ამათ ჩემს ვეტყვი და კარგ სამსახურს გიშოვის. ეს უსაფრთხო ადგილი არაა. ეს ყველაფერი შენ დაგეგმე, არა? აქ ტყუილად არ მოგვიყვანდი. არ გწვენია თურქუთ. ასეთ რამეს როგორ მაბრალებ? წარმოდგენა არ მქონდა თუ აქ მუშაობდა. ხედავ?
ქალბატონიასი არ ცდება. ქალი ტავერნიდან გამოვიდა. ამიერიდან თუ კიდევ შემოვუშვებს სახლში, საქვეყნოდ თავი მოგვეჭრება. დეიდა აიშე. დილით ასუფთავებს საღამოს აქ საჭმელი მოგაქვს. არი ნერვიულო შვილო. საწუწუნო არაფერი მაქვს. მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას უნდა მიხედა. კარგად ვარ. სულაც არ ხარ კარგად დეიდა აიშე. გამივლი შვილო. უბრალოდ გავცივდი. ჩემზე არ იფიქროთ. კარგად ვარ. სახლში წავიდეთ. მე წაგიყვანთ დავა. არა ძმაო, ტაქსით წავალთ. ისედაც ბევრნი ვართ, ვერ დავეტევით. წავიდეთ. დედა ჩემი სად მიდის? სეჰერ, ყვირილის მაგივრად სჯობს წახვიდე და ცოლი აქ მოიყვანო. მეც წამოვალ. გაჩერდი შვილო, მამა შენი წავა და დედა შენს მოიყვანს. სეჰერ სად მიდიხარ? სად უნდა წავიდეს? სახლში მიდის. სადი სეჰერ. სახლში დაგელაპარაკები. რა ხდება? სეჰერმა დეიდა აიში ასე უცებ რატომ წაიყვანა? რატომ გიკვირს? ჩვენ სიძეს არ მოსწონს დეიდა აიშე მათთან რომ ცხოვრობს. სეჰერმა სწრაფად წაიყვანა რომ კამათისთვის თავი აერიდებინა. მეც მინდოდა დედასთან ერთად წასვლა. გაჩუმდი დურო, გაჩუმდი. სად წავიდნენ? სად უნდა წასულიყვნენ? ჩვენ სახლში დედა. ნეტავი ქარ მივსულიყავი. ახლა თავს უხერხულად ვგრძნობ. დედა, ნუ ტირი გთხოვ. ვერავინ ვერაფერს გეტყვის. სეჰერ? ის ქალი სად არის? ერჯუმენტ გაჩუმდი და მოусმინე. გამატარე. დურო შენს ოთახში შედი. აქედან უნდა წახვიდე. ერჯუმენტ ხელი გაუშვი, რას აკეთებ? წამოდი. ქალი ცდილობს პურის ფული იშოვოს, პატიოს ნაჩრომობს. სეჰერ, ჭკვიდან არ გადამიყვანო. აქ დარჩი. წამოდი. ერჯუმენტ შეჩერდი. გაჩუმდი. დამშვიდი შვილო. წამოდი მეთქი დროზე. ერჯუმენტ გთხოვ შეიბრალე. გავთხილებ ამ ქუჩაზე ფეხი აღარ დადგა. რას აკეთებ? გამატარე. დედა. კარგად ხარ? სახლში შედი შვილო. რას ამბობ დედა? დამიჯერე შვილო. არა, სახლში შედი. სეჰერ. არა. დედა. ნუ გეშინია შვილო. აიღე, ეს შენი ნივთებია. აქედან მოშორდი. კარგი. მაშინ მეც წავალ. სეჰერ სისულელეს ნუ ამბობ, სახლში შედი. ადრეც გითხარი. თუ ამ ქალს სახლიდან გააგდებ, მაშინ მეც წავალ მეთქი. კარგი, წადი, დარჩენას არ გთხოვ. თუ გინდა წადი, ნახოთ ჩულის გარეშე სად წახვალ. დურუს აქ არ დავტოვებ. მიდის სადედა წაიყვანე, ნახავ თუ შეძლებ. აქამდე ბიძა შენს იმიზესებდი. ახლა უკვე ვიცი რომ ეს ქალი არც ბიძა შენს ეხატება გულზე. ხელს ვერავინ შემიშლის. აბა მითხარი შენს გასაჭირს ვის მოუყვები? ვის შეშივლებს სეჰერ? ან ახლავე შეხვალ სახლში ან დურუს ვეღარასოდეს ნახავ. ერჯუმენტ ასე ნუ მეკცევი. აბა როგორ მოგექცე სეჰერ? რა მოგიხერხო? უცნობი ქალის გამო საკუთარ ქალიშვილს ზურგს აქცევ. შენ სისხლსა და ხორცს ტოვებ და მიდიხარ. კარგი, წადი სეჰერ. მიდი და მოშორდი. წადი მეთქი. წადი. სახლში შედი. დედა როგორ მიგატოვა? ჩემზე ნუ დარდაბ. შვილზე უარი არ თქვა. ნუ ტირი სეჰერ. ჩემს თავს როგორ მომივხედავ. ოღონდ შვილი არ მიატოვა. რომც გაწყენინოს არ გაუშვა.
მისი არ ყოფნა გაგანადგურებს შვილო. დურო არ მიატოვა. დედა არ წახვიდე. ესმა დასაძინებლად არ წასულ ხარ? არა ბიძია, ვერ დავიძინე. დეიდა აიშეზე ვფიქრობ. ბიძოლა, დეიდა აიში შენი ნათესავი არ არის? ჩემი ნათესავია ესმა. საბრალო ქალის სახლიდან გააგდეს. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ შეგახსენა. ის შენი ნათესავია. ახლა ჩემს დასთან რჩება. მაგრამ ჩემს სიძეს დეიდა აიში არ მოსწონს. ეს აშკარაა. მე რა ვქნა ესმა? მითხარი რის თქმა გინდა. მაგალითად, დეიდა აიშეს შეუძლია აქ დარჩეს, სანამ ახალ სახლს იპოვის. მეც ასე ვფიქრობ. რას ელოდებით? იქამდე არ დაეხმარებით, სანამ არ მოკვდება. შვილო. ეს რა ლაპარაკია? აიშეს შერთავაზე აქ დარჩენილიყო, მაგრამ უარი მითხრა. გონი პატარა ბავშვი არ არის, რამე რომ დავაძალო. წადით დაიძინეთ და თქვენ საქმეს მიხედეთ. ღამამშვიდობისა. ღამამშვიდობისა. დაგიჯერე და ხომ ხედავ რა მოხდა. ბავშვებს ჩინარი შეებრალათ. შენ კი ზურგი აქციე. ბუნებრივია ამას არ მოელოდნენ. შეცდომა დაუშვი. კი მაგრამ დედა, გაჩუმდი. ხმა აღარა მოიღო. ეს საცოდავი ქალი ჩვენ სახლში რას აკეთებს? რაც სამსახურში აიყვანე, მას შემდეგ ჩვენი საქმე უკან მიდის. ქუჩიდან ვიღაც უცნობი ქალი სახლში როგორ უნდა შემოუშვა. ამ ქალის გამო სიმშვიდე დავკარგეთ. აღარ ვაპირებ ამ სახლში დარჩენის უფლება მივცე. უფალო, შენ გარდა სხვა თავშესაფარი არ მაქვს. გთხოვ დამეხმარე. დამეხმარე რომ ფეხზე წამოვდგე. კბილ სიზმრებს გისურვებ ჩემო ძვირფასო. გამემშვიდობისა. დედა, მამამ დეიდა აიში რატომ გააგდო? რამე დააშავა? არა, საყვარელო. არაფერი დაუშავებია. დეიდა აიში ყველაზე კეთილი და მშრომელი ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. მაგრამ სამწუხაროდ მამა შენმა ეს არ იცის. ამიტომაც გააგდო. მე ვიცი რომ დეიდა აიში კარგი ადამიანია. ნეტავს სამუდამოდ ჩვენთან ერთად ეცხოვრა. ნეტავშვილო. ახლა დაიძინე. დაინახე არა ერჯომეთ. მიუხედავად იმისა, რომ აიშეს ნათესავები არიან მის დასახმარებლად, თითი არ გაანძრიეს. არენდობიან. იციან, რასაც წარმოადგენს. სეჰერს ატყუებდა, ვითომ საკონდიტროში მუშაობდა. გილოცავთ. ბოლოს მაინც ის მიიღეთ, რაც გინდოდათ. ახლა ბედნიერები ხართ? დასაძინებლად მივდივარ. ქალი შუაღამის ქუჩაში გააგდე. ახლა შეგიძლია მშვიდად დაიძინო. კარგი რა სეჰერ. ჩემი ბრალია ტავერნაში რომ მუშაობდა. ორივე დამნაშავე ხართ. იმ ქალს რამე რომ დაემართოს თქვენ აგებთ პასუხს. თვალები გაახილე სეჰერ. ის ქალი ისეთი პატიოსანი არ არის, როგორი ჩემ გონია. მითხარი ღამით ტავერნაში რას აკეთებდა? ღმერთს ნუსწოდა ვერჯუმეთ. ის ქალი ცუდს არაფერს აკეთებს. პატიოსნად შრომობს, რომ თავი ირჩინოს. მორჩიამ სისულელეებს. ტავერნაში რომ არ ემუშავა სამსახურის სხვაგან ვერ იშოვა? ეთყობა რაღაც აქვს ჩაფიქრებული. შენ კიდევ ვიძახი პატიოსნად შრომობსო. გაჩუმდი ერჯუმეთ. ქალს ცილს ნუსწამებ. ღმერთის გეშინოდეს. საკმარისია სეჰერ. კიდევ იმ ქალს იცავ? იცი მაინც ვინ არის? ის ქალი მე ვარ. ის ქალი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყველაფერზე ძვირფასი, ყველა თქვენგანზე ძვირფასი. არც ერთს არ გაპატიებთ იმ ქალს, როგორც მოეკეცით.
ღმერთო ჩემო, ვინ არის ასეთი? იმ ქალმა ყველა ერთმანეთს დაუპირისპირა. კარგი ძმაო, მოგვიანებით გნახავ. ისმენდაო. საღამო მშვიდობისა. თავისუფალი ოთახი გააქვთ? მაქვს დაო. ერთი ღამე რა ღირს? 50 ლირა. მაშინ სხვა სასტუმროში ვიკითხავ. და ამაზე იაფ სასტუმროს ვერ ნახავ. 40 ლირაც საკმარისი იქნება. არა, მაინც ვერ გავწუდები. როგორც იტყვი. ალო? მალე ეს დღეების სანატრელი გაგიხდება ჩინარ. სანამ პირში სული მიდგას არ მოგასვენებ. ქვიცავ. შურს ვიძიებ ჩემი რასიმისთვის. ჩემი შვილი ერთხელ მოკვდა. შენ კი ყოველ დღე მოკვდები. მომეცი ერთ ჩავის უნდქავ. ვერ მოგცენ ძმაო. უფასო არ არის. ფული არ გაქვს. ამიტომ წადი და სხვას თხოვე. და ფული მომეცი. ფული არ მაქვს შვილო. როგორ არ გაქვს? ძუნწინუ იქნები. მიეცი. მიდი. გაუშვით. ხელი გაუშვით. ღვთის გულისათვის არ წამართვათ, გთხოვთ. გაუშვით. სულ ეს არის? დანარჩენი სად გაქვს? მხოლოდ ეს მაქვს. სხვა ფული არ მაქვს. ღმერთო დამეხმარე. გზა მაჩვენე. ადექი დაუგათენდა. პაციენტის ახლობელი ხართ? რომელ პალატაშია? პაციენტს რა ქვია? მე. თქვენ რა არ იცით რომელ პალატაშია?
გასაგებია. Ახლავე ადექით და წადით აქედან. ყველა უსახკარო აქ მოდის. თავი მომაბეზრეს. აბონენტი, რომელსაც დაუკავშირდით, მიუწვდომელი აქ გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით. სად არის ეს ქალი, რას აკეთებს? მის შესახებ არაფერი ვიცი. იმედია, ცუდი არაფერი მომხდარა. ღმერთო, გთხოვ, დაიცავი დედაჩემი. მიეცი მას უსაფრთხო თავშესაფარი. დედა, უკვე ჩავიცვი. მზად ხარ შვილო, წავიდეთ. ამდილა ადრიან სად მიდიხარ? არა, ეს გოგო ჭკუას ვერ ისწავლის. დიდი ხანია ის ქალი თავის ჭკუაზე დაატარებს, გონება მოუწამლა. ერჯუმენს ვეტყვი როგორც იქცევი, იქნებ ჩემმა შვილმა მაინც მოგიყვანოს გონს. ტელეფონი გამოვირთო. ჰადია სოფლიდან არ დაბრუნებულა. ახლა რა ვქნა, სად წავიდე? უფალო გთხოვ, გზა მაჩვენე. ლოდინი დიდხანს მოგვიწევს? მითხრეს რომ ანალიზის პასუხს დილით გავიგებდით. მალე შეგვატყობინებენ. ყოჩა ქალბატონო ბეთულ, უკეთ გამოიყურებით. გმადლობ ესმა. როგორც მითხარი, ისე მოვიქეცი. სერდარის მოწოდებულ სასმელზე და საჭმელზე უარი ვთქვი. პირი არ დავაკარე. მგონი რისიც მეშინო და ის მოხდა. ქალბატონო ბეთულ, თქვენი ანალიზის პასუხები მზად არის. როგორი პასუხია? მართლა მოწამლული ვარ? სისხლში აღმოჩენილია შხამის სახეობა, რომელიც ასევე პესტიციდად გამოიყენება. მადლობა ღმერთს, ტესტი გაიარეთ. ზედმეტი დოზა სიკვდილს იწვევს. ინებეთ? ვერ ვიჯერებ. ეს მართლა გააკეთა. მომწამლა. ჩემს მოკვლას ცდილობდა. ყველაფერი ტყუილია. დამშვიდდით ქალბატონო ბეთულ. ნოდირით. მადლობა ღმერთს, თვალი აგეხილათ. ბატონი სინანი მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევა. ქალბატონო ჩინარ. Hayırdır? აქ ამ დროს რა ქარმა გადმოგარდოთ? ბოდიშს გიხდით. არ ვიცოდი სად წავსულიყავი. რას ბრძანებთ? კარგია რომ მოხვედით. ნედიმი შიგნით არის. რატომ არ შეხვედით? ნედიმ? 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 გისმენს მამა. სტომარი ყავს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ბოდიშს გიხდით. გაგახვიცეთ. რას ბრძანებთ? საბოდიშო არაფერია. მინდი ჩაი აადუღე. დავლიოთ. კარგი ძმაო. დაბრძანდით. მობრძანდი დაოსე. დემეთ ბოდიშს გიხდი ამ დილა ადრიან რომ შეგაწუხე, მაგრამ დეიდა ისე უნდა ვნახო. შეგიძლია დაუძახო.
დეიდაიში აქ არ არის. სად არის ხომ არ იცი? არ ვიცი. იქნებ დეიდა ჰადია მიცის. მამიდა ჯერ არ დაბრუნებულა. დეიდაიშეს ადგილსამყოფელი არ ეცოდინება. ტელეფონი მირეკავს, ბოდიშს გიხდი. მამიდა რომ მოვა ვკითხავ რამე თუ იცის და დაგირეკავს. სად ხარ დედა? სად ხარ? საკმარისია ჩეთინ. თავს რატომ არ მანებებ? აღარ დამირეკო. Alo Sibel. Алло, Sibel. Demet telefonlarımı Demeti შემზარებს არ პასუხობს. სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო. Ne olur yardım. თხოვ დამეხმარე. მაპატია ჩეთინ ვერაფრით დაგეხმარები. დემეთს არ სურს შენთან საუბარი. შეიგნე ბოლოს და Ya ბოლოს. sen bir şey yapmayacaksın ki. უარს ნუ მეტყვი გთხოვ. დემეთთან შეხვედრაში დამეხმარე. Ben saat 2'de 2 საათში ჩამლიქის კაფეში ვიქნები. იქ დაგელოდებით. Demet'i de al. დემეთი წარმოიყვანე. კარგი, შევეცდები. Tamam. კარგი, დაგელოდებით. ეს ჩეთო არ არის? ისევ რაღაც პრობლემა აქვს. აბა ვნახოთ. გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. ჩემოდანი ჩაგილაგებიათ. რა ხდება? სადმე მიდიხართ? ბიზია ვეისელმა სახლიდან გამომაგდო. რამდენიმე დღეს საერთთან დავრჩი. მაგრამ იქიდან წამოსვლა მომიწია. სასწრაფოდ სამსახური უნდა ვიპოვო, ბატონო ჰალი. ერთი წუთით მოიცადეთ. ვერაფერი გავიგე. ბიზია ვეისელმა სახლიდან რატომ გამოგაგდოთ? სახლი გაყიდა. მითხრა რომ ვინ სახლი იყიდა თავად აპირებდა იქ ცხოვრებას. ეს სად გაგონილა? სახლიდან როგორ გამოგაგდოთ? რაც მოხდა, მოხდა ბატონო ჰალი. მე ვერავის განსჯი. უბრალოდ უნდა ვიმუშაო და ღამის გასათევი ადგილი ვიპოვო. თქვენთან ამიტომ მოვედი. Orasını anladım. მესმის. Ama önce şu Veysel ოღონდ ჯერჯმა ვეისელს დაველაპარაკები. რაკი თავისი სურვილი სამეფო გამოგიშვათ სახლიდან, ქირას და დეპოზიტს დაგიბრუნებთ. აქ დამელოდეთ. მალე დავუბრუნდები. ne iyi. კარგია ხალბატონი ასლი რომ დაპატიჟე. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. მიხარია რომ მოხვედით. დიდი ხანია მისი დაპატიჟება მინდა. როგორც იქნა მოვახერხე. რა დამთხოვაა საყვარელო? შენთან დარეკვას ვაპირებდი. მაინტერესებდა როგორ იყავი. სიმართლე გითხრა, კარგად გამოიყურები. აშკარაა რომ სერდარი კარგად გიბლის. დააფასე შენი ქმარი. გმადლობ. Neden? ომლეტს რატომ არ ჭამ? თუ არ გინდა, შემიძლია კიდევ მოგიმზადო რამე. ამ ბოლო დროს მადა დამიქვეითდა. ბევრს ვერ ვჭამ. მაგრამ შემიძლია ფორთოხლის წვენი დავლიო. იქნებ მადა გამომიკეთოს. Tabii olmaz mı? Hemen geç. შენ ოღონდ მითხარი ძვირფასო, ახლავე მოგიტან. ძალიან გაგიმართლებ თუ. სერდარის ნაირ ქმარზე ნებისმიერი ქალი იოცნებებდა. უკაცრავად, აბაზანაში გავალ და ახლავე დავბრუნდები. ამას რატომ აკეთებს სერდარ? საერთოდ არ გიყვარვარ. რა მოხდა? რა დაგიშავე? ისე გძულ ვარ, რომ ჩემი სიკვდილი გინდა? ალო. ქალბატონო ესმა.
კარგი, შეგიძლიათ ახლა ვემოხვიდეთ. Hadi gel Demet. მოდი დემეთ. მოდი, უნდა დაგელაპარაკო. აქ რა გვინდა სიბელ? ხომ გითხარი ხასიათზე არ ვარ მეთქი. ძალით რატომ წამომათრიე? არ მისმის ამას განზრახაკეთებ? ცდილობ გაგახალისო დემეთ. ცოტა ჰაერზე გამოგიყვანე რომ გონს მოხვიდე. სახლში ჩაიკეტი, ასე არ შეიძლება. Allah'ım sana მადლობა şükür. ღმერთს მოვიდა. İşte. მადლობა ღმერთს. Hadi აბა bakalım. შენიც. Demet. დემეთ, ამას როგორ ამიხსნი სიბელ? რა მიზანი გაქვს? მაპატიე, მაგრამ ჩეთინს უნდა მოусმინო დემეთ. ასე დაუნდობლად ნუ მოექცევი. ეს ბიჭი ერთ ჩანს მაინც იმსახურებს. Demet. დემეთ, Bak ne olur hemen. ხომ ნუ წახვალ. Gel şurada მომისმინე. oturalım konuşalım. მოდი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. Bak sana söz. პირობას გაძლევ. თუ საუბრის შემდეგ დაშორებას მაინც ვერ გადაგაფიქრებინებ, ამიერიდან აღარასდროს შეგაწუხებ. Bak sen შეთოს დამიხედეთ. მაინც არ ნებდება. ეს გოგო ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის ჩემო ლომო. მიირთვით, ახალი გამომცხვარია. ახლა ჩაის დაგისხამთ. გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. დედა ისე სახლში არ იქნება? სახლი არ აქვს შვილო. სად უნდა წასულიყო? აქ არის. მადლობა ღმერთს. დედა ისე. ჩემო სეჰერ. Neredeydin anne? წუხალ სად იყავი დედა? კინაღამ გავგიჟდი. შემეშინდა, მეგონა რამე დაგემართა. ნუ გეშინია შვილო. კარგად. დედა ისე. ჩემო ძვირფასო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. რატომ გახართ? დასხედით. ჩაის ხომ მიირთმევთ? ახლა ხან ავადუღე. არ შეწუხდეთ. რა შეწუხებაა? Ne olacak? რამე მოვიფიქროთ. სასწრაფოდ ჩვენთვის სახლი უნდა ვიპოვოთ. მთელი ღამე ვერ დავიძინე. უფალი მოწყალია შვილო. Bir çaresi bulmayın. გამოსავლას აუცილებლად ვიპოვით. ბატონი ჰალილი ბიძია ვეისელთან დასალაპარაკებლად წავიდა. მითხრა რომ რადგან სახლიდან გამომაგდო, ქირის ფული და დეპოზიტი უნდა დამიბრუნოს. Eğer alabilirse თუ დაითანხმებს, ახალ სახლს ვიქირავებ. her şey tekrar ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ღმერთმა გისმინოს. ძმა ვეისელ, კარი გამიღე. ძმა ვეისელ. ძმა ვეისელ, გააღე. რა ხდება ჰალილ? ხომ გითხარი ქალბატონი აიშეს თავდები მე ვიქნები მეთქი. თუ რამე პრობლემა შეიქმნებოდა ჩემთვის უნდა მოგიმართა. ის ქალი სახლიდან რატომ გააგდე? სახლი ჩემი საკუთრებაა, ფული მჭირდებოდა. კარგად გადამიხადეს და გავყიდე. ადამიანის სახლიდან გაუფრთხილებლად როგორ უნდა გააძევო? ყველაფერს თავისი წესი აქვს. კარგი, ნუ აზვიადებ. დეპოზიტს და ქირის ფულს დავაბრუნებ. არი დარდო.
ქალბატონმა აიშემ სხვაგან იქირაოს სახლი. დეპოზიტის და ქირის ფულის დაბრუნება შენი მოვალეობაა. ეს ჩემი პრობლემა არ არის. მითხარი ის ქალის სახლიდან რატომ გააგდე? იმ ქალმა ვინც სახლი იყიდა მითხრა რომ დამქირავებელი იმ დღესვე უნდა გამეშვა. ამის უფლება არ ქონდა. შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მითხარი ვის მიყიდა სახლი. წავალ დაველაპარაკები. თხოვა რომ მისი ვინაობა ანონიმური დარჩეს. ვერ გეტყვი ვინ არის. ძმაოვე ისევ. აქ რაღაც სხვა ამბავია. ადამიანურად მითხარი რა ხდება, უნდა ვიცოდე. ისმენ. დემეთ. Yüzüme bak. გთხოვ შემოვხედე. Neden böyle? ამას რატომ აკეთებ? რატომ მეკცევი ისეთი თქოს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი? ჩემ გარასელი ჩეთინ. შენ არ მომატყუა? პატარა ბავშვით არ მომატყუა? სხვა გზა არ მქონდა ძვირფასო. Sen öyle birden... შენ თვითონ გადაწყვიტე რომ დირექტორის მოადგილე გავხდი. აჟიტირებული იყავი. Ne diyeceğimi ვერ bilemedim. გითხარი რომ ასისტენტად ამიყვანეს. ოჩახ. კარგად მოიგეცი. ასეთი იმედგაცრუებული არასდროს ვყოფილ ვარ. Tamam. კარგი. Tamam müdür. კარგი, თუ გინდა რომ დირექტორის მოადგილე გავხდე, ასეც იქნება. Senin için... თუ გინდა რომ დავწინაურდი, ასეც მოხდება. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ საჭირო გახდება, დღე და ღამე ვიმუშავებ დემეთ. რა თქმა უნდა. თუ გაგიმართლა 20 წელში დაგაწინაურებენ. 20 წელი ბრძოლაში ვიქნებით. ყოველ ღამე იმაზე ფიქრში გავათენებთ. თვიდან თვემდე თავი როგორ გავიტანოთ. Bu mu yani? ესე იგი ფული დემეთ. Tek sorun para. მარტო ფულია პრობლემა. Para yüzünden mi? ფულის გამო ვშორდებით. დიახ. პრობლემა ფულია. იმიტომ რომ ფული ყველაფერზე მნიშვნელოვანია. იცი რომ ფულის გარეშე სიყვარული არ არსებობს. ადამიანებს სიღარიბის გამო ერთმანეთის სულდებათ. სიყვარული ქრება. ასე ნომიყურებ. შენსავით, ცარიელი ოცნებებით. თავს ვერ ვინუგეშებ. ეგ ფუფუნება არ მაქვს. რაც თავი მახსოვს, სიღატაკეში ვცხოვრობ. თელ დღეებს სასადილოში ვატარებ. კომფორტული ცხოვრება მინდა. მინდა რომ ვიმოგზაურო, გავერთო, ვჭამო, სვა. დრო ისე გავატარო, როგორც ჩემი თანატოლები ატარებენ. ძალიან ბევრს ვითხოვ, ჩეთინ. მითხარი, ძალიან ბევრს ვითხოვ? არა. ამიტომ აღარ შემაწუხო. ყველაფერი დამთავრდა. მორჩა. თავი დამანებე. გამიშვი, ჩემი გზით წავალ. Geçmiş olsun Çeto. ვიზიარებ შენს მწუხარებას ჩეთო. Görürsün sen. მალე ეს დღე მოგენატრება. უარესი მოგელის. Hallerini yaşayacaksın. ცხოვრების ბოლომდე უბედური იქნები. Her şey. ფულის გარეშე არავინ ხარ ჩეთინ. Paran yok. თუ ფული არ გაქვს, კაციც არ ხარ. Sevilmeyi სიყვარულსაც არ იმსახურებ. რადგან ის ქალი ვინაობას ასაიდუმლოებს, ესე იგი ამ ამბის უკან რაღაც იმალება. მითხარი თორემ მე თვითონ წავალ და ვიპოვე. ღვთის გულისთვის ნუ დაიჟინებ. ვერ გეტყვი ჰალილ. İyi madem. კარგი, როგორც გინდა. ორივეს გიჩივლებთ. იქნებ გონს მოხვიდეთ. Asiye Hanım. ქალბატონი ასიე. Asiye mi? ასიე? Belli ki Ayşe ეთყობა იმ ქალს ქალბატონ აიშესთან აქვს პრობლემა. ასე მითხრა თუ დღესვე გააგდებ სახლიდან ორჯერ მეც გადაგიხდიო.
Demek her şey ფულით ყველაფერს იყიდი. Öyle mi demek? ასე ფიქრობ დემეთ. Demek param olsa bırak. ესე იგი ფული რომ მქონდეს არ მიმატოვებდი? Adamlık parayla öyle mi? კაცობა ფულზეა დამოკიდებული. კარგი. Hal bile edemeyeceğin მაშინ იმაზე მდიდარი გავხდები, ვიდრე შენ წარმოიდგენ. O iş tamam abi. საქმე შესრულებულია ძმაო, ფული მზადაა. Kuzu gibi სეიფში შევინახე. Eyvallah. მადლობ ძმაო. კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. Abi kapatma. ძმა უნდა გავთიშო. მე დაგირეკავ. Hoş geldin. კეთილი იყო შენი მოსვლა. დაჯექი. არა. İş teklifi სამუშაო შემოთავაზება ისო ძალაშია? რომელი შემოთავაზება? İşte yanımda çalıştığımız. შენ მკითხე გინდა თუ არა ჩემთან მუშაობაო? Her რა zaman. თქმა უნდა ძალაშია ძმაო. კარგი მაშინ თანახმაო რომ შენთან მიმუშაო. Ha şöyle. აი ასე, როგორც იქნა სწორ გზას დაადექი. ამერიდან ფული აღარ მოგაკლდება. Aramıza hoş. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გუნდში. Ne yapıyorsun sen? რასაკეთებ შემაშინე? Kopardın. Aynı ერთ durum. დღეში ვართ. Ben de seni მე bulamayacağım შემეშინდა diye რომ ვერ გიპოვიდი. İstanbul თელი kazandı. სტამბოლი შემოვიარე. Seni arayıp ყველგან გეძებდი. Nasıl yani? რატომ მეძებდი? Niye arıyorsun Რა ki მოხდა? beni? Bir şey mi მოხდა oldu? რამე? Ben de bu çiçekleri შენი ერთ ქალბატონს ვეძებდი, რომელსაც ამ ლამაზ ყვავილებს მივართმევდი. aklıma შენ da გარდა senden სხვაზე ვერავის ვფიქრობ. Hadi ama. გამომართვი. Bak hem თუ ვარს ağlasan, მეტყვი, იცოდე, şekerin ძალიან benim de მეწყინება. boynum bükük kalacak. Hem bak bir პირველი önceki- შეხვედრა არ ითვლება. Hadi მოდი yeniden. ერთმანეთი გავიცნოთ. Ben Kudret. მე კუდრეთი ვარ. Sen de შენ bizim სევდიანი prenses პრინცესა დემეთი უნდა იყო. დალია ბეთულ. Aa! Kapıyı კარი ჩამოიღეს. გარი გააღეთ. პოლიცია. Polis mi? პოლიცია. ასლი რომელი თქვენგანია? რა ხდება? რა დავაშავე? ბეთულ? Tutuklayın. ეს ორი დააკავეთ. ოფიცერო რა ხდება? ახსნა განმარტების გარეშე ვერ დაგვიჭერთ. რა დავაშავეთ? პოლიციაში საჩივარი შემოვიდა რომ თქვენი ცოლის მოსაკლავად მისი მოწალმა სტადეთ. ბეთულ არაფერს იტყვი? Alın beni. გამომართვით ოფიცერო. ამაში შხამია. გამოიკლიეთ და დარწმუნდებით. ბეთულ, მე არაფერი დამიშავებია. ბეთულ, შენი მოწამლა არ მიცდია. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni.